ეხა არის დილის 7 საათი. მაგრამ სიცივე გავაგვიჭესავით. თან ცოტა უცნაური ხმები იყო ხმაურმა და ყურადღებით ვართ მაქსიმალურად. ეს ჩვენ ვართ მიტოვებულ ბიოქიმიურ ქარხანაში, რომელიც სავსეა ბიოქიმიური ნარჩენებითა და ბნელი ოთახებით. აქ კი ჩვენი მისია იქნება გადავშეთ 24 საათი ღამის ყინვაში, უცნაური ხმებისა და ნაგებობების გარემოსვაში. გამარჯობა, ახლა ვართ ტაბახმელაში, ჩემს უკან არის მიტოვებული ბიოქიმიური ქარხანა, სადაც შევეცდებით გავატაროთ 24 საათი. დანარჩენს კიდე ბატონ ნიკოლოზი, გაგაცნობთ. ესე იგი, როგორც წინაზე გავაკეთეთ, პირველს უკლია სულ 18 წუთი, ხოლო ზუსტად ამ დროს 24 საათის მერე აქედან გავალთ, მანამდე კიდე ჩვენი მთელი მიზანი იქნება, რომ ეს დიდ სივრცეზე გადაშლილი ქარხანა დავათვალიეროთ და ვიპოვოთ რაიმე უსაფრთხო დასარჩენი ადგილი, სადაც დაშინა შევძლებთ. ესე გამოიყურება შენობა პირველად შესვლისას. აქ ნახე რამდენი ბოთლები ყრია წამოვარწამს. არ მეგონა ეგრევე კაი რაღაც ვიპოვით, შეხედე? აი, მთელი ოთახი არის სავსე ბოთლებით. წესი და იგით ესეთი იქნება ალბათ. აქ კიდე არ ჩანს, მაგრამ ღრმად არის ძალიან, თითქმის სავსეა ოთახი. მიახლოვე ნახე, რაღაც წარწერები აქვს, თითოეულს მიკრული სტიკერებია. ხო. ხელი ჯობია რომ რაიმე ეგეც არ შევეხოთ. იგი ნამდვილად. ხო, უსაფრთხოებისთვის. აი ესეთი ოთახებია სულ და წინ იშლება დიდი დერეფანი. ძალიან ბევრი ბოთლები ყრია. ბოთლი ჩამოვიარდა. სისხლს. სწორედ ამ დროს გავუვიაზრეთ, რომ ჩელენჯი, რომელიც ჩვენ თავზე ავიღეთ, არც ისე მარტივი იქნებოდა. თუმცა ეს სავარაუდო სისხლი, ქიმიური ნარჩენები და სიბნელე ყველაზე ნაკლებად გვაშინებდა. ჩვენი ნამდვილი სირთულე სიცივე იყო. საქმე იმაში, რომ ეს ვიდეო ზამთარში გადავიღეთ. სეზონზე, როცა საშუალო ტემპერატურა ძალიან დაბალია. იმდენად დაბალი, რომ თუ საკმარის დროს გარეთ სიცივეში გაატარებ, შესაძლებელია სხეულის რომელიმე ნაწილი მოგვიყინოს. ჩვენ კი თან არც კარავი გქონდა და არც რაიმე სეხის გათობის საშუალება. ამ ყველაფერს რომ დავამატოთ, დაგვავიდა ფანარი, რის გამოც იძულებული გავხდით თავშესაფარი შებნელებამდე გვეპოვა. აქ იმდენი ადგილია, შეიძლება მთელი 20 საათი კი არა, რამდენიმე დღე არ გვიყოს ეს ვარიერულად. აი ესეთი ოთახები არის საინტერესო. აი ამას ქვია მგონი როგორც ის სტეკლოვადა და ამის თქოს კი ძალიან ცუდია რაღაცა არ მესია მონა წამოგავიდეთ ეგრევე. ეთქვა სითბო შენარჩუნებისა როგორც ვიცი და ალბათ თავის დროზე იყენებდნენ. სიბნელეა. ესე მოაჯირები არ არის კიბეებზე და ახაც უნდა ვიფრთხილოთ, თორე ჩავარდნის შანსი არსებობს. ესე იგი ეს არის ბოლოს წინა სართული და აქ ყველაზე მეტი სიმყუდროვე არის, რაც დავამუღამეს სხვა სართულებთან შედარებით. აქ კიდე შეიძლება დარჩენა უკეთეს თუ არ ვიპოვეთ რა. იმედი არ მოგვიწევს, მაგრამ თუ რაღაცაა კიდე შეიძლება. სულ ესეთი ძველებური შუშები რო არის, ეგეთები ყრია ყველგან. ალბათ მაგას იყენებდნენ, აი, იქ დიდი კედელიც ამაგისი. და აქ ფანჯრებიცაა, სხვადასხვის, ოღონ უმეტესობა ჩამცხრეულია. აქარობის ხედი ესეთია, ეს მხარე. და მოდი, ეს ნახე, ყინულებიც ვივა ჭერიდან. ანუ ჭერიდან ჩამოდის წყალი, ნელ-ნელა იყინება ძალიან სიცივი რო ხო, არის. ლოლოებია, თუ ვიპოვეთ და განახეთ. და ფრთხილად უნდა ვიყო, თავში რო არ ჩაგვეცეს ეს ან თუნდაც სადმე. ერთი ორგან კიდევ ვინახეთ, მაგრამ არ გადაგვიგია. ეხა უკვე სახურავზე ავალთ. და აი აქაურობის 360 დაგანახებთ, როგორი სიტუაცია და როგორი ადგილია საერთოდ. ამოვიდით სახურავზეც, აქეთ მერე გავიდით, აქ ამოვიდით ეხა სახურავზე უკვე როგორც იქნა საბოლოოდ და აქაურობა ბევრად უფრო განსხვავებული ჩანს იმ სართულებთან შედარებით. ხოდაშორის ტბასავითაა და რაც დავაკვირდი, მგონი მოყინულია. და ღამე აქ ძალიან ეციება, შეიძლება სეცხლისგანთება მოგვიწევს თუ კი შევძელით. ხო და ჩვენ სანახავი გვაქვს საერთოდ ყველაფერი, აი აქ რაც ჩანს. ეს გაზის ტრუბებიდან დაწყებული, იქ ამოშვერილი რო არის ბუხარი, იქით უკანა მხარესაც საკმაოდ დიდი და ლამაზი შენობა. აი აქეთ დიდი შენობა ჩანს საკმაოდ. ხო. და მაგასაც თუ შევძელი დავათვალიერებთ. თავარი ეხა მოვასწროთ, იმიტომ რომ სამთაირო მალე ღამდება და უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა. სახურავიდან აი ესეთ ადგილას შემოვდივართ. კიბეები აქეთ ხარესაა და ჯერჯერობით რაც ვნახეთ. აი ესა ყველაზე სუფთა ადგილი მთლიან შენობაში რა. ვისთვის როგორ სუფთაა, ეხა მაგასაც გააჩნია, მაგრამ ამ ნაირ ჩელენჯში ეს რაღაც ტალახები არასხია, კენჭებივითაა და ამაც გადავალაგებთ რა უნდა გავასწოროთ. ეხლა რახან დიდი ადგილი გვაქვს დასათვალიერებელი. ჩანთებს დავდებთ, აქ შევინახავთ და დათვალიერებას დავიწყებთ. აბა საით მივდივართ. მეც არ ვიცი. რაღაცას ვიპოვით სავარაუდოდ ესეთი ადგილია. მაგის დეფიციტი არ გვაქვს, ნახე რაღაც წიგნის
მაგლეჯიბია. ბევრი ყრია აქ ეგეთი. შენობების ძებნისას დავინახეთ ეს უცნაური ქვის მოზაიკა, რომლის დანიშნულებასაც ვერ ხვდებოდით და მხოლოდ კადრების ყურებისას გავუეზეთ, რომ მოზაიკაზე ასახულ პიროვნებებს ხელში კოლბა უჭირავთ, რაც პირდაპირ კავშირშია ქიმიასთან. კიდე ერთ გზას დავადეგით ახლა. რაღაცა შენობა ჩანს. შორიდან. ნახოთ რამე კაი თუ იქნება. იქ ნახე. რაღაცა შუშები არის გრძელი. მოწამო. არა, ყველგან შუშებია, მაგრამ აქ ეს უცნაურია რაღაც. განსხვავებული. რამე გაიგონე? თითქოს. სყვირილივით. სულ ეგეთი ხმები ისმის აქ. აი ესეთი გრძელი შუშებია. მიდარისია. არ ვიცი. საინტერესოა საკმაოდ. აჰა. ამაზე შეხება არ ღირს ახლა. ხო არა. იცი რაღაცები არ გვინდა. მაგრამ საინტერესოდ გამოიყურება. აი ეს არის ჩვენი შენობა. აქეთ. სადაც base camp-ი გვაქვს გაკეთებული. დიდი ალბათობით მაქვე დავრჩებით. არ ჩანს დიდად, მაგრამ ხო. რასაც უყურებ მეტი კაი არაფერი გამოჩენილა. ხო, მეც ეგრე ვფიქრობ, რომ ჯობია მან დავრჩეთ. ეხლა მოვიდით ბუხართან. თავიდანვე რომ დაინახავდით, აი ეგ ადგილი არის ეს. აქაურობის ყველაზე დაბლითა წერტილი რა და იქ ზემოთ ამსვლები ჩვენ რა თქმა უნდა არა ვართ, მგონი არც კიბები, მაგრამ რომ წქონდეს მან რა გვინდა ჩვენ და ზემოთკენ ავიდით რაღაც შენობები დაგვჭა, მაგრამ თან ღამდება, რას როგორ მოვწერთ არ ვიცი, თუ არ და ხვალე დილითაც დრო ბევრი ვიქნება გონი და აჯობებს რომ 1-2 შენობას ნახავთ და შევიდეთ ეგრევე. ხო, მეც ეგრე მგონია, თორე მაგრაციო აქ ვერ ხვდებით თქვენ, მაგრამ ზის ნათებასთან ერთად ისივე საკმაოდ ისეთია. ძლიერი. გონი ყველაზე საინტერესო შენობას მოვაგენით ახლა, ჯერჯერობით რაც გვინახავს. მანქანები აყენია, იქით ეტლის დგას. ძალიან ძველი მანქანები აშკარად, მე ესეთები ნანახით კი არ მქონდა. და იქით აი ქვემოც მარცხნივ საწყობისავითაა რაღაცები ალაგია. აჰა. აი ეს რაღაცა ეტლივით არის. ძველი იქნება. თან საკმაოდ მაღალჭერიანია და ისეთი განიერი შენობაა. საწყობი იყო უეჭველად ხავში როგორც თქვი. და მაგრამ ეს მანქანები დავუთრებოთ ახლა დეტალურად. ეს მანქანა რაღაცა ნოსტალგიის შეგრძნებას მიუძღვნებს. ძალიან ძველია. სოფელში ხედავდი ხოლმე ესეთებს. ო, ეხლა დადია. მე არ მინახავს დიდი ხანია. აი ეს მე ყველაზე მინდა ეს მეტერს წითელი რო არის მივიდით აბა მან. ნახე რა უცნაური ნომრები აქვს. ალბათ ძალიან ძველი ქართული ნომერია. ხო. რისი ავტობუსი იყო ნეტა მგონი? არ როგორ ტრანსპორტი იყო. ხო, ფრთხილად რაღაცა ზემოდან წვეთავს მგონი. ამ შენობის დათვალიერებისას გავიაზრეთ თუ რამდენად ძველია ეს მიტოვებული ქარხანა და მისი შესწავლით გავერთეთ, მაგრამ გაგვახსენდა რომ დროს სულ ცოტა გრჩებოდა და თავშესაფარი ჯერ კიდევ გასამზადებელი იყო, ასე რომ გადავწყვიტეთ შენობაში დაბრუნებულიყავი და მასალების მოგროვება დაგვეწყო. ეხლა ნაძვის ტოტებს მოვტეხავთ. იქ ზემოთ მოსახვედად გამოგვადგება. ნელდება თან ნენელა და აწე უკვე დავიწყებთ რა შიგნით შესვლას. დავბრუნდით უკან. ამაზე უკეთესი დასარჩენი ვეღარაფერი ვიპოვეთ. ასე რომ დღეს აქ დავრჩებით. მე ესენი ამოვიყოლა ეხლა თან აქაურობას ნენელა მოვგვი. კანდარას ქვემოთაა ჩასული ეხლა აქ. არ ვიცი შემჩნია თუ არა, მაგრამ გვაქვს ჩასავარდნი პატარა. და ამის დასაფარებლად რამეს მოიტანს. მე მანამდე მოვაწესრიგებ აქაურობას, იმედია ისე დავახვედრებ რომ კარგ მდგომარეობაში იყოს და მე შეგერთვებით თავიდან. აი ეს მოხდეთ ეხლა. ქვეშაგებები გვაქვს და საძილე ტომრები გავშლით აქ. ხო და ეგ არის ეხლა გავშლით და შევჭამთ. მოვკადასდით, გავშალეთ ქვეშსაგები და რაღაცეები, ცოტა შევჭამთ რაღაცეებს და მაგის მერე უკვე წინა ვიდეოზე გვინდა დალაპარაკება და მომავალ გეგმებსაც რაღაცებს დეტალურად დაგიცნობთ, ეხლა თან უკეთესი გარემოს გვაქვს ასე თუ ისე. რაღაც არის ეგ არის და დაგელაპარაკებით, აგიხსნით რაღაცებს. ესე იგი მაგრად შევწივდა, მიხვდით რომ ისევე გავწვევით აქ და ნახეთ მანავე მაგიოს დარჩა, ეგ არაფერი. რა უკვე მე გადავჭირვით, ხო და ერთადერთი გზა რას მოვიჩვენეთ ახლა აქ არის რომ ცეცხლი დამართოთ. თან ყველგან ხეები ყრია, სახურავდეს კი ის ხე რო იყო მოსული მარტო იმის გარშემო იმდენი ის. თუ რამე ქვემოთაც ჩავართ ეგ არა. ქვემოთ ჩავართ და ზამთარი რო არის ყველაფერი ხე გამხმარია, მაგის პრობლემა არ გვექნება. თავარია ღამე თბილად ვიყო. თორე ესე უკვე აღარ შემიძლია ხელები ამეინა ვეღარ ვსვამ საერთოდ. წესი დარიგით არ გვეყოფა ეს ჩვენი სადილე ტომარა. იდეაში კარავის რო ქონდა კარგი იქნებოდა, მაგრამ ამ ვიდეოთვით აღარ გამოგვივიდა. ხო და წესი დარიგით მაინც უნდა გავძლოთ. თუ ძალიან შეგვიძლია ბოლო რაღაცა ხტუნაობას დაზიდების კეთებას და იმედია მაგამდე არ მივასწრებთ. ეგ არა ჩვენი სურვილი ვიდეო რაც გვინდა და საბოლოოდ ეგრე გამოდის. საფულში რო გვექნა, აი როგორც წინა ვიდეო დავდეთ. ცოტა ხანი გიგიდავით, მაგრამ დიდი ხნის წინ გადავიღეთ. ვეროდ გაგვემარტივდებოდა. ერთი როდ უფრო რთული არის ახლა. წამოიხად შეშიშ ზემნა დავიწყოთ.
რა დრო დავიდო ხედავ შეშასული. აი შევაგროვეთ ჯერჯერობით, რაც შევწელით, კაი ხანია ვაგროვეთ უკვე. არ გვინდა რომ დილამდე ჩაგვიქრეს. იმიტომ რომ სითბო გჭირდება. აი ესეთ რაღაცებს შევაგროვეთ, ეხლა ცეცხლი რო დავიწყოთ და საბოლოოდ გადავწყვეტეთ რომ აი აქ კი არა. აი აქ დაგვინდა. აი აუხსენი რატო? აი ამ ოთახის შემოცვის მიზეზი კი ის იყო, რომ გარშემო ნაკლები ფანჯარაა და ოთახის დახურულია, რაც მინდა უსაფრთხოდ გვაგზნობინებს თავს და გარეთაც არ გავა სინათლე. მაგრამ ცოტა ხანში ეს ყველაფერი სანანებელი გაგვიხდება. აი ესე დავალაგეთ შეშები, შემოვიდანეთ ამ ოთახში საბოლოოდ. მაგრამ ჯერ 7 საათია. აი გარეთ სუდაღამ გავარჩენზე აღარ არის. და ეხლა აქ ცეცხლს დავანთებთ და ცოტა ხანი ვიქნებით, ესე დროს გავიყვანთ, იმიტომ რომ ჯერ მარტო 7 საათია და ბევრი დრო გვაქვს გასაყვანი. აი ეხლა დავიწყებ ცეცხლის ანთებას. ჩვეულებრივ ის რო ვიდეო გამოვდის მე რასაც მიხდი და ახლა ცოტა სხვანაირად გქონდა დაგეგმილი, მაგრამ ჯერჯერობით მომწონს. ჩვენ სიამოვნებაა პროცესი. შენი ინიციატივით მოხდა ამ ოთახში. სულიუს დავანთეთ. სულიუს არ მიწვალია ბევრი, მაგრამ ხო. ალე შევოლითები სული ვიქნება. რა ის სკდება იმენა. სვედი რომ მაგიტო. ჩვენია რომ. ხო, ინესტიანია. ვერ გაკეთებთ და ყველაფერი სვედი. ჩვენ ამ შემოგვეღაროს არაფერი. ხო. სახურავზე გამოვედით ხა? ალბათ არ ჩანს არაფერი, მაგრამ ხო, იდეაში სინათლეა აქვს რაღაცა თქო და ზემოთ ვარსკვლავების არის, მაგრამ კამერაში უკუნეთი სიბნელეა. და ჯერ მარტო 9 საათია. მთელი ღამე წინა. ახლა 10 საათია. ეს მეორე დავანთეთ, წეგან ჩაგვიქრა. ჩაგვიქრა რა, ჩავაკრეთ, იმიტომ რომ არ გჭირდებოდა. და ეხლა მეორე დანთებისას ძალიან ბევრი ვიწვალეთ, 1.5 საათი ვანთებდით. თან ფეხები გაყინული მქონდა და მინდო რომ სწრაფად დამემცა რომ თან გამთვარიყავი. ნესტიანი არის ისინი რა, რაც ვიშოვეთ შეშა. და მაგიტო გაგვიჭირდა ძალიან ანთება. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისე მიდით როგორც დაერნული ქონდა. წესდებით რო ვიღაცა ფერები ავიდო. თან ძალიან სერიოზულად წამოვწვა. ვაა. აუ აქ არ ჩანს კარგად. მაგრა დაემთხა. რაღაცას აღნიშნავენ ასკარად. მეთქი რა ხდება? დაგვადგინეთ ხო? ესე გვიფიქრე. ხო. ისურია. ხო და ამ პერიოდში გონდა იმის მასტირობდი რომ ყველაფერი ისინი როგორც დაერკნული გვაქვს და ნახოთ ამ ღამეს როგორ გავატარებთ. დილით კი უკვე ვიცით რას უნდა ვქნათ, ერთი შენობა დაგვჭირდა და მაგასაც განახებთ. და წესი და ჩელენჯიც წარმატებულად დასრულდა დასრულება. წინა ჩელენჯს რო შევადაროთ, ყველაფერი ბევრად უკეთ მიდის. ჩვენც ვიდეო კარგად დავაწყეთ ბევრად ისე როგორც გვინდოდა რომ გააკეთებინა და წინაზე მთავარი პრობლემა რაც იყო? რომ დაცვების გამო დიდად ვერ ვიღებდით. აქ ეგ პრობლემა არ გვაქვს. ერთადერთი რაც გვაწუხებს არის სიცივე. ხო, აქ სიცივეა. ამას კიდე დაცვა მიხჩენია, სიმართლე რო გითხრათ, წეღან ფეხებს საერთოდ ვეღარ გრძნობდი, ახლა კიდე რაც სისხლი დავაყრეთ, კარგად ვართ. ხო. მაგრამ თვითონ ხო, ბევრად უკეთესად დავაწყეთ ეს ვიდეო რა. თვითონ იქ ვიდეოშიც ნახავთ რომ რაღაც ხმები აქვს დავანელი კოპიაიტის ამბავი არის და ნელა YouTube-ში დავიხვეწებით, გეუბნებით უკვე სიახლეებს, თავი ეგაა რომ პროგრესივდეთ რა ნელა. და სამომავლოდ რაც შეიძლება ასე უკვე მორჩა. ისე ვიქნებით სისტემატიურად, ორ კვირაში ერთხელ დავდეთქო ვიდეოებს და არ გადავაცალთ წესი და ეგეთ ამას. წინაზეც მანამდე გვინდოდა დაწყება, სხვადასხვის ტობავარჩხალის რა იყო იქ მომავალ. აბუდელაურის ვიდეოები გვინდოდა. სამივე ტბაში ვიყავით ჩასულები, გადაღებული გვაქვს კლიენტები, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ არ მოგვეწონა კადრები. და გადავწყვეტეთ არ დაგვედო საერთოდ. და ჩვენთვის დაგვრჩა უბრალოდ რა. ტობავარჩხალი მე იქნება. ტობავარჩხალიც იქნება. კი, შორს გადავხდიოცებ და ერთით ეს ბევრად რთული გამოვიდა წინასთან შედარებით, იმიტომ რომ მაგრაციო არა, ზაფხულში ყველაფერი პირად მარტივი ყოფილა, როგორც აღმოჩნდა. ისეთი გამოძიება ჩვენთვისაც პირველია. ზოგადად YouTube-ის მოღამიც ეგ იყო ჩვენთვის, რომ
გადაგვიღო ესეთი სტილის ვიდეოები, ესეთი სტილის ცხოვრება გვაქვს. 24 საათი ჩელენჯებს არ ვატარებთ ხოლმე არსად, მაგრამ მოგზაურობა, ისეთ საინტერესო დეტალები ექსტრემალური ადგილები კი. ხო. ხო და საბოლოოდ შევჯერდით გადაღება ძალიან მიყვარს და რატომაც არა ის რომ სხვებიცოდეს გვენახებინა, იმედია თქვენგანაც კაი გამოხმაურება მოყვება, თუ გამოიწერთ და ლაიქებთ, გაგვახარებთ ძალიან სტიმულს მოგცემთ. ისედაც კი გავაგზავნებთ აუცილებლად, მაგრამ თუ მაგას გააკეთებთ, ბონუსი იქნება ჩვენთვის რა. კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი დაგვაუწყდა. წინა ვიდეოშიც ჰქონდა ეს ნახსენები, რა სტილის ვიდეოები იქნება ამ არხზე, მაგრამ მაგ ვიდეოს გადაღებიდან 5 თვე გავიდა და ცოტა რაღაცეები შევცვალეთ. ეხლა გადავწყვიტეთ, რომ ზოგადად ამ არხისთვის უკეთესი იქნება მრავალფეროვანი ვიდეოები, მაგრამ ესეთი მოსაწყენი არაფერი იქნება რა. საინტერესო ადგილებში გადავიღებთ. სულ 24 საათიანი ჩელენჯი არ იქნება, მაგრამ გამოწვევებს მუდმივად მივიღებთ. ხო, ანუ განსხვავებული რაღაცებს შევეცდებით, ისეთ რაც ახლა არ გინახავთ იგივეს, არ გავიმეორებთ. მე ყოველ შემთხვევაში ვეცდები და თუ რაღაც დაიმთხოს, რომ ჩვენც არ ვიცით, ეგ უკვე ცალკე თემაა. უკვე ვახსენეთ. მაგრამ ეს სულად თუ იქნებოდა არ ვიცოდი, დახურული ოთახი რო არის, კვამლი არ გადის საერთოდ. დროს ავზივართ არ იგრძნობა, მაგრამ ადგომისას ეგრევე ზუმქართულდება და ეხლა ვფიქრობთ, სადაც ვაპირებდით თავიდან, მან თუ არ წავიდეთ ისევ. მაგრამ არ ვიცით, ვერ გადავწყვიტეთ. გონი ესეც ოთახში არ იქნება. დარჩენილი საათების გატარება გონივრული. დიდი ალბათობით გადავალთ. რამოდენიმე წუთი ასე გავატარეთ, რადგან დრო მაინც ბევრი მქონდა. მაგრამ ცოტა ხანში კვამლის სუნი აუტანელი გახდა და ოთახის შეცვლაც საბოლოოდ გადავწყვიტეთ. იქით ოთახში ვეღარ გავუძველით. და აქეთ გადმოვედით ეხა ისე. აქეთ უფრო ცივა, მაგრამ იმ კვამში დახშობას ნახდათ ჯობია რომ აქ ვიყოთ. მედია ისე გარედან არ დაგვინახავენ. რაღაც მე ეჭვება დაგვინახონ, მაგრამ რაღაც შანსი მაინც არსებობს. ფანას თუ არ ჩავაქრობთ, კი დაგვინახავენ. ჩავაქრობ თუ ამოთ. ჩავაქრობთ. ფანას თუ არ ჩავაქრობ? აი ეს ტელეფონს რა. ფანას თუ არ ჩავაქრობთ, არ დაგვინახავენ? ამერიკა რაღაცია. ბევრი ბოლი ყლაპე და კვამლი და. აუ, ეგარს გავთიშე ბიჭო. ახლა არის პირველი საათი. ნუ უნდა გადაცდა და ეს იმის ნიშნავს, რომ ჩელენჯის ნახევარი გავიდა რა, ნახევარზე ოდნავ მეტი. ყველაზე ზუსტად რომ უკვე აქედან წასულები ვიქნებით და მაგ დროს უკვე მოუთმენად ველოდები, იმიტომ რომ ძალიან რთული ყოფილა. იმაზე უფრო რთული, ვიდრე წინა იყო. ცივა არ ტკარავი გვაქვს. ნუ კომფორტის ზონიდან გამოსულები ვართ ყველანაირად. რაც კი შეიძლება რომ ადამიანმა გააკეთოს დაახლოებით ეგრე. წინა ბევრად მარტივი იყო, კარავში მაინც გვეძინა. ხო და თან 4 ვიყავით, ეხლა 2 ვართ. ხო, ეხლა დროს ნელა გადის. ჩვენ ახალ ერაფერს გთავაზობთ, იმიტომ რომ ჩვენ თვითონაც ესე ვწერთ. რამე საინტერესო თუ იქნება, მაგას განახებთ. არ გამოტოვებთ არაფერს. არაფერი. ხმები გაიგე? დიჟი. ჭრა ჩვენს ხმები რო იყო, კარის გახების თითქოს. გარდა? ხო. ანა. არ ვიცი, არაფერი არ იყო. ღამის 2 საათი გახდა უკვე. ახალი არაფერი არ ხდება ისევ. ერთადერთი რისი თქმა შემიძლია რომ კიდე ბევრად აცივდა. ეხლა არ ვიცი ხედავ თუ არა, მაგრამ სიტყვებსაც უბრალოდ რომ ვლაპარაკობ, ორთქლი გამომდის პირიდან. ჩვეულებრივ ისე ყოველ ერთი 10-15 წუთში ერთხელ ცეცხლს ვუნთებთ და ეხლა ვფიქრობდით თუ არ დაგვეძინა მორიგეობით. ერთჯერერთი დაიძინებდა ერთი მორიგე იქნებოდა და შევეცვლებოდით ესე, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ჯობდა ფიზიკად დარჩენილიყავით. რამე თუ მოხდება კიდე, იმედი არ მოხდება არაფერი. ვესებით, ეგეც გადავიღოთ. არ გავიცით. ეს ჩავაქრეთ ახლა. ესაა ბოლო ვიდეო, იმედია მეტის გადაღება აღარ მომიწევს გათენებამდე. და ეხლა ვეცდებით რომ დავიძინოთ. ესე იგი, ეხლა არის დილის 7 საათი. მაგრამ სიცივე მოგაგვიჭირდებით, თან ცოტა უცნაური ხმები იყო ხმაურმა და ყურადღებით ვართ მაქსიმალურად. წესდერგით არის, მეც აღარ დავიძინებთ. ეხლა ჩვენი მიზანია რომ დრო გავიყვანოთ და რაც შეიძლება უსაფრთხოდ გავიდეთ აქედან საბოლოოდ რა. დანარჩენს უკვე თქვენთაც ნახავთ რა და როგორ იქნება. ეხლა პირველად დავდეკით საერთოდ. რაუნდენიმე საათი, ბევრი საათი ვიწეკით. და მოძრაობა გვიჭირს კანკალებთ საერთოდ. მაგარიც ისე ნისლიც. ხო, ნისლით ჩამოწვა.
გათენდა ეხა 10 საათია. საერთოდ აღარაფერი აღარ ჩანს კამერაშიც. გონი უნდა ჩანდეს, რომ დიდი მხედველობა არ გვექნება დღეს. მზე რომ მზე არის ეგეც არა ჩანს არა და მაგის იმედი ქონდა ოდნავ მაინც რომ გავეთბეთ. 10 საათი გახდა უკვე. ნელ-ნელა აბარგებას დავიწყებთ ეხა. და მე იმ შენობებს დაგათვალიერებინებთ, გუშინო გითხარით და წესით დროში უნდა ჩავედიოთ და აქედანაც გავალთ. ავიღეთ ეხა ჩვენი ჩანთები და გავდივართ შენობიდან უკვე. ესე გამოიყურება ნახე, ყველაფერი გაყინულია საერთოდ გუშინ, სადაც მოვიყავით ეს ადგილები. ეს წყალიც ესე გაყინული არ იყო. არა, ნამდვილად. გაზეთ დადგომა არ გინდა მაინც. დგავარ და არაფერს არ შევა. სულ გაყინულია. ოი, ჩატყდა. ო. აი, კინაღამ ჩამიტყდა. გაიბზარა. აი, გამოვედით. ხო, ნისში ბევრად ლამაზია აქავრობა. ფეხი არ მოგისრიალდა საბა. სულ თეთრია ყველაფერი ქვემოთ. რაც შეიძლება რომ გაიყინოს გაყინულია. ესე იგი ეხა მოვედით. მიჭრიშო ჩასასვლელებით არის რა რაღაც ადგილი თავიდან სანამ გადაღება დავიწყებთ მანამდე შევამჩნიეთ და ვიფიქრეთ რომ ბოლოსკენ გადავიღებდით. კიდევ ერთი შენობაც იყო, მაგრამ ყველაფერი ერთ და იგივე ამ შენობაში ფაქტობრივად მეორდება და აზრი აღარ აქვს შესვლას. აქავრობა დავათვალიეროთ ჯობია, თან დროშიც ვიწვევით უკვე გვიანია საკმაოდ. დავაგეთ. ის ადგილი არ დავიწყეს, ეკინა შემოვიდეს. აქ შეიძლება დაიკავოთ ჩვეულებრივ. მე არისო. აი ესე ცოტა შემოვედით. ნიღბები ყრია, აშკარად. აი წინაღებია, ხო. ძოლი ოთახია. ხელის მოკიდება არ გვინდა არაფერზე. სულ ისეთი რაღაცებითაა სავსე. ხო, ბევრი არის წინაღია უბრალოდ. წინ ხამურებიან არა? აი ეს კიდია. წინოთ, კაი, წამო არ გავაღვიძე. წინ არის ხამურები პირველად ნახე. ხო, კიდევ კაი. არა გვერია. ამ შენობიდანაც გამოვედით. საინტერესო იმ ოთახის გარდა ვერაფერი ვიპოვეთ. და გადავწყვეტეთ გამოსულიყავით. ეხლა ცოტა დროს გავიყვანთ, ცოტა დრო დაგჭირთ სადღაც 20 წუთი და მერე გავალთ აქედან. ხო, თან ხამურების ბევრი იყვნენ იქ და არ ღირს გარისკოთ. ეგა დღეისთვის სულ ეს იყო ჩვენი ვიდეო, მოვჭით ამ ჩელენჯს. მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, ერთ-ერთი ყველაზე რთული ღამე იყო თან უძილოთ 1 საათი მეძინა. ეგეც მაქსიმუმ. ხო. შენ გონი საერთოდ არ ეს გძილები. არ მეძინა. ხო და ეხა დროს განახებთ ერთი სიტყვით, მოვიდეობა ახლოს. წესით გამოჩდება. აი ეს დრო არის ახლა 24 საათი და რაღაც წუთები გამოგვივიდა. იმაზე მეთხანს ვიყავით ვიდეო დაგეგმილი ქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩელენჯი შევასრულეთ და არაფერს არ ვნანოთ, ეს ყველაფერი ამად ღირდა. ერთი მას გთხოვთ რომ არხი გამოიწერო და ვიდეო დაალაიქოთ, მეტი სტიმულს მოგცემს და შემდეგ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. აბა კარგად.